მოდის. ხო და არ წამოვა. თუ სკამში არ ჭდება. მოგესალმებით. ბედნიერ დღეს გისურვებთ. აი, ჩამომეწვეთ აზათვალეში შიგნით. ჩვენთან წვიმს და ჩვენ მივიდივართ ქუთაისში ზურას ბიძაშვილთან სტუმრად. ეველინას ახალ სტილზე აცვე. და თავზე გცივა მარტო? მარტო თავზე გცივა და? ეს არის ქალბატონი წუწუნა. წუწუნა და პრუწუნა. ახლა გეწყოს დათო ლიფტით რატო არ ამოდი? რა არის გაფუჭებული? ყველა დეტალს რო აქცევს ყურადღებას. ესეთი სადარბაზოებია დედა სახალხო საცხობი ნაირნაირიდან რეები გამოგვიგზავნეს და რა რაოდენობის შოკი მაქვს. აი გამოაკლეს უკვე კრემიანი ფუნთუშები, პონჩიკები, ზურაჭამს გამწარებული. აქეთ ფუნთუშები, აქ გოგოებმა მაფინები ამოაკლეს. ვაიმე ცუდადა ვარ და ისე უხერხულადა ვარ, ისე უხერხულად სიტყვებს ვერ პოულობ. აი შენ კიდე მოვიდა კაცო. გადი ბიჭო იქეთ. გადი ბიჭო იქეთ. დედა რა რაოდენობის. აქ ანუ ორი ზურა მჭამა, დაჯიბებო ჭამს. კიდე ვინა მოაცალა. აქ მაფინები იყო კიდე. ფუნთუშები, აი ეს ფუნთუშები არის უგემრიელესი. შაქრად და ნელა. ხო და ეხა მოვიდა ჩემი უსაყვარლესი ეკა და თორნიკემო გამოგიგზავნათო და ისე უხერხულად ვიგრძენი თავი, ისე უხერხულად, მაგრამ ამნაირ გემრიელობებს მოგიტანეს სახლში. ხო და უდიდესი მადლობა თქვენ და გოგო რა დღეში ხარ? უდიდესი მადლობა თქვენ და უსაზღვრო წარმატება მინდა რომ გისურვოთ. ესე იგი სიტყვებს ვერ პოულობ. კაი, ყო დაჯი პონჩიკი. დაჯი ვერ ლამარაკოს ლუკო აკვირში. ღმერთო ჩემო რამდენია. ეს გოგოებს სიურპრიზი მოვუწყვეთ და ისე რომ არ გავუმხილეთ, წამოვიყვანეთ ცხენოსანთა კლუბ არტში, რომელიც მდებარეობს წყალტუბო ქუთაისის გზაზე, სადაც ყავთ პროფესიონალურად გაწვრთნილი ცხენები, დაგვხდა საოცარი გარემო, ძალიან თბილი და ყურადღებიანი მასპინძლები, რომლებმაც დეტალებში აგვეხსნეს აბსოლუტურად ყველაფერი. წამოსვლა არ გვინდოდა იქედან სიმართლე გითხრათ. აქვთ სპეციალური აღჭურვილობა, ჩაფხუტები, ჟილეტები, ასევე ყავთ რა თქმა უნდა პროფესიონალი ინსტრუქტორები, ერთ-ერთი მათგანი არის აბაშიდან სპეციალურად მოწვეული ყმაწვილი, რომელიც არის პროფესიონალი ინსტრუქტორი და ჟოკეი, საბათელია, საკმაოდ წარმატებული, როგორც ამიხსნეს და მითხრეს, ისეთი უშუალო თბილი დამოკიდებულება ქონდა ეველი იკუნას მხრივ და რაც ათმაგად გვესიამოვნა ჩვენს, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ფაქტორი თუ რაოდენ კარგად იგრძნობდა ევეკო თავს. ეველინა სიხარულისგან მეცხრეცადზე იყო, თავიდან თითქოს არ უნდოდა, მაგრამ მერე რო დაჯდა იმდენ რაღაცებს ესაუბრებოდა საბას ესე ირნობის დროს ვიძახოდით ჩვენ აქეთ მე და ზურა რომ საუბრობდით, გააბრუა საბა ლაპარაკით თქო და მართლა უდიდესი სიამოვნება მივიღეთ იქ ყოფნით. არის სხვადასხვა სივრცე, სადაც შესაძლებელია როგორც ამიხსნეს, როგორც წვეულების მოწყობა, ასევე ფოტოსესიის მოწყობა, რა თქმა უნდა პროფესიონალური საცხენოსნო გაკვეთილებით შეგიძლიათ გაიაროთ, ცხენზე ჯირითი, იქ საცხენოსნო გასეირნება და ძალიან ბევრი რამე აქვთ კიდევ დაგეგმილი სამომავლოდ და უზომოდ კმაყოფილები ვიყავით ჩვენი იქ ყოფნით და აუცილებლად კიდევ ვესტუმრებით, რადგან უბრალოდ ცხენზეც რო არ იჯირითო და გაკვეთილები რო არ გაიარო ეს საცხენოსნო, უბრალოდ რო ესტუმრო ამ გარემოს და იქ გაისეირნო, ესეც სულიერად რაღაცნაირად დაგამშვიდებს ადამიანს.
ესეც საოცარ ადგილზე ვიყავით დღეს, მეც არ მჯერა. იმდენად ნასიამოვნები წამოვედით, იმდენად ნასიამოვნები, ნუ არ ვიცი. ერთადერთი დანიკომ ვერ შეძლო გასეირნება, რადგან საკმაოდ თითქნა და პეტარა იყო იმისთვის, რომ ცხენზე დამჯდარიყო, ანუ ვერ წვდებოდა ფეხებსაც დებენ, რა ქვია მაგას, ანუ უნაგირზე რომ ხო მიხვდით რასაც გულისხმობ და თუ ვთქვათ იმაში ფეხს ვერ აწვდოს, ანუ კი აწიეს, სადამდე შეეძლოთ, მაგრამ მეტი არ აიწია. მუხლებითო რომ მოუჭიროს ესე უნაგირსო თავი შეიკავოსო და ეს იმდენად ციცქნაა და მინიატურული, მთლად მაგდენი ამბები არ შეეძლო და დაკმაყოფილდა სურათებით. და რამოდენიმე წუთი უბრალოდ ისე ცხენზე ჩდომით გასეირნების გარეშე და ეველინა ჭკუასი არ იყო სიხარულისგან, რა ეკნარი ცოტა. უბედნიერესი იყო. მერე მეც მეხვეწეს, მაგრამ მე არ მინდა და ხო და ვფიქრობ, დავჭ ვნახოთ რა, სამომავლოდ ვფიქრობ, რომ კვირაში ერთხელ მაინც ვატარო. არის შეიძლება კვირაში 2 დღე ატარო, კვირაში 1 დღე ატარო, გააჩნია ვის როგორ შეუძლია, მაგრამ აი მართლა საოცარი გარემოა. მომავალში აქვთ კიდევ დაგეგმილი სხვადასხვა სიახლეები ერთი სიტყვით. თვითონ ადგილი არის ძალიან კარგი და ძალიან საყვარელი ადამიანები და გულს უხარია, რომ ესეთი სიახლეები არის საქართველოში და წყალტუბოსთან ახლოს და წყალტუბოში რა თქმა უნდა ორმაგად გიხარია ამ დროს. ესეთი ამბებია. ხვალ რომ ამ დღეს რომ გათენდება და რომ დაღამდება გამთენისას ბატონი ზურავი მიფრინავს. მოგვიწევს განშორება ისევ. ნახოთ რა იქნება. კომენტარებში დაწერეს ევეკომა ქართული ამბანი თუ იცისო. პასუხი კი დაუბრუნე, მაგრამ საიდანაც წავედი ახლა, მაგრამ ახლა მახსენდება კომენტარში ვინ რას წერს. ანუ ეველინა მანბანი იცის, მაგრამ ცოტა ესენი ეშლება ცოტა. გამოთქმითად და ისე. თორე რომელი ასოებით იცის, თავისუფლად კითხულებს არანაირი პრობლემა არ აქვს საერთოდ. რა ეწერა კომენტარებში. ყველა კომენტარს ვკითხულობ აბსოლუტურად ყველას. თუ რამე ისეთი შეკითხვა ვწერიათ, აუცილებლად ვცემ პასუხს, მაგრამ ყველაზე ვერ პასუხობ სამწუხაროდ მე მაპატიეთ. ნენელა ჩავდგები გრაფიკში, ფორმაში, თუ რაც ქვია მაგას. ეხა ზურაც რო წავა, მერე უკვე ისე გადავანაწილებ დროს, რომ ყველაფრისთვის გამოვყო. მოლიზე მე მგონი წინა ვლოგში ვისაუბრე მოლისთან დაკავშირებით. რა იყო კიდე? რისი თქვა მინდოდა? არ მახსოვს. ხოდა ესეთი ამბები რა. კარგი დღე გამოვიდა ნამდვილად. წავედი ახლა დაგემშვიდობეთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. და თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ, არ მოგერიდოთ. შეძლებთ დაკვირვად გიპასუხებთ. დროებით შევხვდებით მომავალ ვლოგში.